გამარჯობა, ეთერშია სამედიცინო გადაცემა იმპულსი. მე დიანე საფაროვა ვარ, დღეს გადაცემაში ნახავთ. ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა. დაავადება, რომელიც მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობას ემუქრება. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, იგივე ფქოდი, არის სასუნთქი გზების შევიწროებით მიმდინარე დაავადება, რომელსაც იწვევს სასუნთ გზებზე გარემოდან შესუნთქული მავნე ნაწილაკების და აირების ზემოქმედება. მთელს მსოფლიოში მისი გამომწვევი უმთავრესი მიზეზი თამბაქოს მოხმარებაა. ეს არის დაავადება, რომლის თავიდან აცილება და მართვა შესაძლებელია. გაინტერესებთ, როგორ უნდა იმკურნალოთ ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, რა პრევენცია არსებობს მისი თავიდან, ასაცილებლად ამ თემაზე სასაუბროთ თერაპევტი მადონა შაინიძე მოვიწეთ. გამარჯობა მადონა, დიდი მადლობა რომ ხართ გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადონა, ძალიან საინტერესო თემას ვეხებით და მოდით დავიწყოთ განხილვა ზოგადად რა არის ფქოდი და უფრო ვრცლად რო გითხრათ რა იწვევს ამ დაავადებას. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან გავრცელებულ და აქტუალურ თემაზე, როგორიც გახლავთ ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, შემოკლებით ის ფქოდის სახელით არის ცნობილი. ეს დაავადება გახლავთ მსოფლიოში ავადობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი და სიკვდილობის მიზეზთა შორის ის გახლავთ მესამე ადგილას. 2020 წლის მონაცემებით 4 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა სამწუხაროდ ამ დაავადებით და კიდევ უფრო სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ვარაუდობენ 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი გაიზრდება 4,5 მილიონით და სიკვდილობის მიზეზთა შორის ის გადმოინაცვლებს მეორე ადგილას. ადრე ჩატარებული კვლევებით ამ დაავადების გავრცელებაც და სიკვდილობაც მაღალი იყო მამაკაცებში ქალბატონებთან შედარებით, თუმცა დღესდღეობით ეს მაჩვენებელი თითქმის გათანაბრდა და თანაბარი სიხშირით არის ორივე პოპულაციაში. ეს ერთი მხრივ განპირობებულია თამბაქოს მოხმარების განსხვავებული სურათით ქალბატონებში და არსებობს კვლევები, რომელიც ადასტურებს, რომ ქალების სასუნთქის სისტემა უფრო მეტად მგრძნობიარეა ამ თამბაქოს კვამლის მიმართ. მადონა, საინტერესო არის, რა სიმპტომები ახასიათებს ამ დაავადებას ისეთი, რომელიც სხვა დაავადებაში არავითარ შემთხვევაში არ შეგვეშლება და კონკრეტულად ვიცით, რომ მაგალითად ფქოდთან გვაქვს საქმე. დიახ, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მთავარი მახასიათებელი სიმპტომი გახლავთ ქრონიკულად მიმდინარე ანთება, რომელიც მაგალითად განსხვავებით ბრონქული ასთმისაგან, რომელიც მიმდინარეობს სააერო გზებში, ფქოდის შემთხვევაში ეს ანთება აზიანებს ფილტვის ყველა სტრუქტურას, როგორც ცენტრალურ, ასევე პერიფერიულ სააერო გზებს, ფილტვის ქსოვილს, სისწარღვებს და ალვეოლას. მოგახსენებათ, ალვეოლა არის მთავარი ფუნქციური ერთეული, სადაც უშუალოდ ხდება ჟანგბადის შეთვისება გარემოდან და ნახშირორჟანგის გამოყოფა და ირღვევა მისი ფუნქციაც. ქრონიკულად მიმდინარე ეს ანთებითი პროცესი იწვევს საბოლოო ჯამში სააერო გზების შევიწროებას, რემოდელირებას. აქვე არის ლორწოს გამომყოფი ჯირკვლები, რომლებიც განიცდიან ჰიპერტროფიას. გამოიმუშავებენ დიდი რაოდენობით ლორწოს, რაც თავის მხრივ იწვევს სააერო გზების ამოვსებას, ეგრეთ წოდებული საცობები წარმოიქმნება სასუნთ გზებში და ეს საცობები თავის მხრივ კიდე ქმნის პრობლემას, რომ აქ შეიძლება განვითარდეს ბაქტერიული ინფექცია ნებისმიერ დროს. საბოლოო ჯამში მივდივართ იქეთკენ, რომ რემოდელირება ხდება მთლიანად სასუნთქის სისტემის და მუდმივად არის ჰაერის ნაკადის შეზღუდვა სასუნთ გზებში. როგორც თავში ვახსენე, მადონა, ამის მკურნალობა თქვენ როგორც ექიმი, რას ფიქრობთ, შეიძლება ამ ყველაფრის ესე მაგალითად რემისიამდე იყვანა თუ აქვს ადამიანს ფქოდი და ის სიცოცხლის ბოლომდე ექნება. რა მაგალითად როგორ შეიძლება ამ დაავადების მართვა და რა პროგნოზებია ამ დაავადებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ დამეთანხმებით ალბათ ძალიან რთული არის პაციენტისთვის ახსაქმელად, რომ ეს არის მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა იმკურნალოს. რა თქმა უნდა, როდესაც სიცოცხლეზე არის საუბარი, მედიკამენტებსაც და აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებს ადამიანი, რომ სიცოცხლე რა თქმა უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ ეს იმდენად ვერაგი დაავადებაა, რომ
არ ვიცით როდის და როგორ როგორ მიმდინარეობს, რა უნდა გააკეთოს ადამიანს, იმიტომ რომ სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ მაინც ამ დაავადებას, იმიტომ რომ ვერაგი დაავადება დამეთანხმებით, ხო? როგორ თქვენ და პაციენტის უშუალო ურთიერთობა მაინტერესებს ამ მეტად რთულ დაავადებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, დიახ, ნებისმიერი დაავადების და განსაკუთრებით მქოდის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ამ დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა, რის ფაქტორების აღმოფხვრა და შესაბამისი მკურნალობის მორგება პაციენტზე. კი, მთელი ცხოვრების განმავლობაში მათ უწევთ ამ შესასუნთქი მედიკამენტების გამოყენება, მაგრამ თუ ყველაფერი მოხდება ადრეულ სტადიაზე, ეს დაავადება არის აბსოლუტურად მართვადი დაავადება და ადამიანს შეუძლია წარმატებით გააგრძელოს ცხოვრება და ყოველდღიური აქტივობა. სამწუხაროდ მაინც გვიან სტადიაზე ხდება დაავადების გამოვლენა, იმიტომ რომ აი მისი პირველადი სიმპტომები რა არის, ეხლა ქოდზე რო ვისაუბროთ, ეს გახლავთ ხველა. ხველა, რომელიც მწებელების 80%-ს ახველებს, მაგრამ ამის გამო არავინ არ მიდის ექიმთან. ფიქრობენ, რომ იმიტომ ახველებთ, რომ ეწევიან, მაგრამ როდესაც უკვე შემაწუხებელი ხდება ხველა, დასაწყისში ხველა შეიძლება იყოს დილაობით, დაავადების პროგრესირებასთან ერთად ის ხდება მუდმივი ხასიათის, როგორც წესი ხველა პროდუქტიული, ანუ ნახველით ხველა ახასიათებს, ნახველის რაოდენობა, ფერი იცვლება გამწვავების და ინფექციის თანდართვისას. და როდესაც უკვე პაციენტისთვის შემაწუხებელი ხდება ხველა, არღვევს ძილის რიტმს, მისი ცხოვრების ხარისხი უარესდება, სამწუხაროდ შემდეგ მიმართავს უკვე ექიმს. დაგვიანებულია. დიახ. ასევე მეორე ძირითადი სიმპტომი, რომელიც ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას ახასიათებს, ეს გახლავთ ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, რომელიც დასაწყისში ვლინდება ფიზიკური დატვირთვის დროს, დაავადების პროგრესირებასთან ერთად ეს ხდება მუდმივი ხასიათის და პაციენტი შეიძლება მოსვენებულ მდგომარეობაშიც ჰქონდეს ქოშინი და ჩვენ გვყავს პაციენტები, რომლებსაც უჭერთ გრძელი წინადებების წარმოთქმა სუნთქვის გაძნელების გამო. არ მიეწოდებენ და მაგის გამო, ხო? საუბრის დროს ისინი ხშირად ჩერდებიან იმისთვის, რომ ღრმად ჩაისუნთქონ და გააგრძელონ საუბარი. შესაძლებელია ასევე პაციენტებს ჰქონდეთ გულმკერდში შებოჭილობის დისკომფორტის შეგრძნება, რაც დასაწყისში ფიზიკურ დატვირთვასთან არის დაკავშირებული, ვინაიდან ამ დროს ვითარდება ნექტაშუა კუნთების შეკუმშვა. თუ ვიზუალურად დავათვალიერებთ პაციენტს, დამატებითი სასუნთქი კუნთები არის აქტიურად ჩართული სუნთქვაში, ნეკნების პარადოქსული მოძრაობა ახასიათებს. პაციენტები არიან ციანოზურები, ვინაიდან მათ ორგანიზმში ჟანგბადი ძალიან დაბალი რაოდენობით არის, მოლურჯო შეფერილობის არის პაციენტი. აი ძალიან ისეთი დამახასიათებელი სიმპტომია დაღლილობა, ვინაიდან მათ აქვთ ღამის პერსისტიული ხველა, ჰიპოქსია, ჟანგბადის ნაკლებობა, რომელიც იწვევს ძილის დარღვევას და ისინი უკვე დილით იღვიძებენ, დაღლილები აქვთ, ძლიერი თავის ტკივილი. წონის კლება და კუნთების განლევა ახასიათებს და როდესაც ანორექსია ვითარდება, ეს უკვე დაავადების მძიმე ფორმაზე მიუთითებს. შემდგომ უკვე სიმპტომების გამოვლენა მაინც დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და თანმხლები დაავადებების არსებობაზე. აი ძალიან იშვიათად შეიძლება იყოს პაციენტი, რომელსაც იზოლირებულად მხოლოდ ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ჰქონდეს. მას ერთი ან ორი რომელიმე სხვა თანხლები დაავადება მაინც აქვს და ყველაზე უფრო ხშირად ეს არის გულსისხლთა დაავადებები, ჩონჩხის კუნთების დისფუნქცია, მეტაბოლური დარღვევები, შაქრიანი დიაბეტი, ოსტეოპოროზი, დეპრესია, შფოთვა და ასე შემდეგ. დიახ. და ყველაზე მნიშვნელოვანია მაგალითად მწეველების გარდა, თუ სწორად გისმევთ მადონას შეკითხვას, ვის შეიძლება მაგალითად რის ჯგუფში ვინ არის, ვისაც შეიძლება დაუდგინდეს ქოდი და ანუ სიტყვაზე ვთქვათ, ანუ ყოლიათ ისეთი პაციენტები, რომ აი არ ვიცი საიდან დამემართა მაგალითად, ანუ არ ბეწევი, მაგალითად ალკოჰოლსაც არ მიირთმევს და ასე შემდეგ. შეიძლება მაგალითად მათ დავყოთ მაშინ რა. ყოლიათ პაციენტები, ვისაც აი ესეთი შეკითხვით მოსვლა, ანუ ქოდი დამიდგინდა, მაგრამ არ ვიცი საიდან. ალბათ ეს ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ექიმებმა აუცილებლად იციან, ხო? და ანუ როგორ ხდება ამის ამოცნობა ერთგვარად. ქოდს უწოდებენ მწეველების დაავადებას, ვინაიდან ის ძალიან მაღალ პროცენტში მიზეზი მისი არის მოწევა. აქ განიხილება როგორც აქტიური მწეველები, ასევე პასიური მწეველებიც. თუმცა ქოდი შეიძლება განუვითარდეს არამწეველსაც.
გენეტიკურად დეტერმინირებული ბქოდია, მაგალითად ცნობილია ცილა ანტიერთიტრიფსინის დეფიციტი, ეს არის ცილა, რომელიც გამომუშავდება ღვიძლში და ის ნორმის დროს აუცილებელია იმისთვის, რომ ფილტვი დაიცვას დამაზიანებელი ფაქტორებისაგან. კერძოდ კი ის ალვეოლა, რომელიც ფილტვებში ძალიან მრავლად გვაქვს, უნარჩუნებს ფორმას, ელასტიურობას, დიახ, ბუშტუკებივით უფრო ესე წარმოსადგენად, რო არ ჩაიჩუტოს და მიეწებოს ერთმანეთს. და როდესაც მისი დეფიციტი გვაქვს, ანუ ყველა ეს პრობლემა იწყება და ძალიან მძიმე დაავადება ახასიათებს, ასევე ბქოდი ვითარდებათ იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ გადატანილი ფილტვის ტუბერკულოზი და ჩვენ ძალიან ბევრი პაციენტი გვყავს გადატანილი ფილტვის ტუბერკულოზით, რომელსაც აქვთ უმძიმესი ხარისხის ბქოდი. ნებისმიერი პროცესი, რომელიც ხელს შეუშლის ფილტვის ნორმალურ ზრდაგან ვითარებას, შეიძლება იყოს მუცლათმყოფნის პერიოდში დაბადებისას მცირე წონა, ბავშვთა ასაკში გადატანილი ხშირი ინფექციები, ზრდის რისკს იმისას, რომ მოზრდილობაში მას ექნება ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ასევე ასთმა. როდესაც ახალგაზრდობაში აქვს პაციენტს ასთმა, ძალიან დიდი რისკია იმისი, რომ მოზრდილობაში მას მოხდება ბქოდის თანაარსებობა და ორივე დაავადება ერთდროულად შეიძლება გქონდეს და ძალიან მცირე პროცენტში არის უცნობი ეტიოლოგიის და არ ვიცით საიდან შეიძლება იყოს. თუ სწორედ გისმევთ მადონას შეკითხვას, ანუ ეს ყველაფერი რა ჩამოთვალეთ, იმუნური სისტემა არის მაგ დროს დაბალი, ხო? და ამიტომ შეიძლება მაგალითად ადამიანი რო ხშირად გაცივდეს, შემდეგ ფილტვის ქრონიკულ დაავადებაში გადაიზარდოს. ანუ რისი კითხვა მინდა იცით, შეიძლება ხა მაყურებელს საინტერესებს, თუ მაგალითად მე მაქვს იმუნური სისტემა მწყობრში, ეს არ დამემართება აპრიორი არის ეს? ანუ იმუნური სისტემის ესე ვთქვათ მწყობრში ყოფნა ეს ერთგვარი ფარი არის ადამიანისთვის, რომ აი თუნდაც ეს დაავადება თავიდან ავირიდოთ. აი ჩვენი იმუნური სისტემა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი დაავადების თანბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ როდესაც სუსტდება პერიოდულად შეიძლება დასუსტდეს ჩვენი იმუნური სისტემა და არ არის ისეთი გამძლე და მებრძოლი ინფექციების მიმართ. მაგალითად ფილტვის ანთების გამომწვევი ბაქტერიები ირგვლივ ძალიან მასიურად არის და შეიძლება დავსნებობდეთ ამ ბაქტერიით გაგვირთულდეს ფილტვის ანთებით, ფილტვის ნებისმიერი ანთება იწვევს ფილტვის ქსოვილის გადაგვარებას, ანუ ჯანსაღი ქსოვილი ნაცვლდება უხეში ფიბროზული ქსოვილით, რომელსაც არ აქვს უნარი მიიღოს ნორმალური სუნთქვით პროცესში მონაწილეობა და ჟანგბადის შეთვისება და საბოლოო ჯამში, ანუ შეიძლება დანაწიბურება მოხდეს ფილტვის ქსოვილის, რაც შემდგომ უკვე იწვევს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების განვითარებას და დიაგნოსტირებას. ოქროს სტანდარტად დიაგნოსტიკისთვის რა ითვლება მაგალითად ეს არის საინტერესო ამ თქვენი მიმართულებით დღეს რაზეც ვსაუბრობთ და ყველაზე მნიშვნელოვანი არის რაც ყველას გვაინტერესებს მტკივნეულიათი არის თუ არა. პირველ რიგში მაინც ანუ პაციენტის გასინჯვა, ჩივილების ანამნეზის შეგროვება. გვაინტერესებს მწეველობის ანამნეზი, გენეტიკური ფაქტორები, რამდენად უწევს, აი გამომწვევი მიზეზებში დამავიწყდა, საყოფაცხოვრებო პირობები რამდენად კარგად აქვს მოწესრიგებული პაციენტს, უწევს თუ არა გამაღიზინებელი აგენტების ყოველდღიური ჩასუნთქვა, ზოგიერთ ადამიანის საშუალებებს გულისხმობთ, ხო? აი ქიმიკატები, ზოგიერთს უწევს მაგალითად ასბესტის ცემენტის ქარხანაში მუშაობა. ამ ყველაფერს როდესაც ვაგროვებთ პაციენტის მოსმენით და ჩივილებით უკვე ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ აქ შეიძლება იყოს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, საბოლოოდ ანუ დიაგნოსტირება აუცილებლად უნდა მოხდეს სპირომეტრიული კვლევის საშუალებით. სპირომეტრია ის გახლავთ გრაფიკული გამოსახულება ჰაერის მოძრაობის ფილტვისში და სპირომეტრია ერთი რო გვეხმარება დიაგნოზის დადასტურებაში, ასევე გამორიცხვაში და მნიშვნელოვანია მკურნალობის მეთოდის შერჩევაში. შესაძლებელია ჩატარდეს გულმკერდის გამოსახვითი კვლევები, გულმკერდის რადიოლოგიური კვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია. აი მაგალითად, როდესაც არის რაიმე დიდი წარმონაქმნი, მაგალითად სიმსივნური წარმონაქმნი გულმკერდის არეში, სპირომეტრიული მონაცემები შეიძლება იყოს არასწორი და ამიტომ უნდა ჩავატაროთ უფრო გაფართოებული კვლევები. მნიშვნელოვანია პულსოქსიმეტრია, ჟანგბადის მაჩვენებლის განსაზღვრა პერიფერიაზე, თითზე.
ასევე მნიშვნელოვანია არტერიული სისხლის გაზებია, სადაც ვამოწმებთ ნახშირორჟანგის და ჟანგბადის თანაფარდობას და ასე შემდეგ. გასაგებია. ანუ გართულების შემთხვევაში უფრო ვცლად, რომ თქვათ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველამ უნდა ვიცოდეთ. გასაგებია, რომ ეს ყველაფერი სათავე არის მწველობა. მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, ვინც ახლა გვიყურებს, შეიძლება მწეველი ვარ და არაფერი არ მჭირს. ამდენი წელია და არაფერი არ მტკივა და ასე შემდეგ. შეიძლება ეს ჩუმად მიმდინარეობდეს და მაგალითად პირობითად ვთქვათ, რომ 20 წლის მერე თავი იჩინოს ამ ყველაფერმა და ამასთან ერთად კიდე გართულებებზე მინდა რომ ვისაუბროთ. გართულებები რა თქმა უნდა ისაუბროთ, მაგრამ ანუ შორს წასულზე მაინტერესებს უფრო მეტად მინდა ჩაახედოთ ჩვენი პაციენტები, ჩვენი მაყურებლები, რა საფრთხესთან გვაქვს საქმე. აი გართულება, ფქოდის გართულება ძირითადად არის ბრონქოსპაზმით, ანუ სუნთქვის უკმარისობით და ინფექციით ფილტვის ანთებით. გართულება არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი ამ დაავადების მიმდინარეობის პერიოდში, ვინაიდან ეს პაციენტები ძალიან მაღალ პროცენტში ხდებიან სტაციონარში და ჭირდებათ სტაციონარული მკურნალობა, ვინაიდან არ შეუძლიათ მათ ბინაზე მართონ ესეთი სუნთქვის უკმარისობა და ინფექცია. და ნებისმიერი სტაციონარში მოხვედრა და გამწვავება იწვევს სიკვდილობის რისკის გაზრდას. ამიტომ ნებისმიერი ექიმის მიზანია ისე კარგად მართოთ დაავადება, რომ არ მოხდეს გამწვავება და სტაციონარიზაცია პაციენტების. აი თუ ერთხელ ოდესმე გინახავთ პაციენტი სუნთქვის უკმარისობით, არასოდეს არ დაგავიწყება მთელი ცხოვრების განმავლობაში. აი სუნთქვის უკმარისობის დროს ნებისმიერი სიმპტომი ესე მნიშვნელოვანია პაციენტისთვის, მაგალითად ტკივილი, ცხელება, მაგრამ სულ ხას ვუსმევ იმას, რომ განსაკუთრებულია სუნთქვის უკმარისობა, რომელიც იწვევს არა მარტო ფიზიკურ ტანჯვას პაციენტის, არამედ მას ანადგურებს ემოციურადაც. როგორც კი ეწყება პაციენტს სუნთქვის უკმარისობა, მაშინვე აქ შიში, პანიკა, სიკვდილის შიში, ანუ მისი თვალები ამ დროს გადმოსცემს მის შინაგან სამყაროს, რომელსაც იმ პერიოდში სიტყვებით ვერ გადმოსცემთ. აი ძალიან უმწეობი არიან ამ დროს პაციენტები, აი გაფართოებული გუგებით გიყურებენ, იცქერებიან ფანჯარაში, სადაც ეგულებათ ჰაერი და ჟანგბადი და თითქოს მისი თვალები ყვირის, აი ექიმო მიშველე დამეხმარე. და როდესაც ჩვენ მათ ვეხმარებით და ჩვენი გაწეული დახმარების ფონზე მათ აქვთ შვება, უკეთესად სუნთქავენ, აი ეს ადამიანები ამბობენ განსაკუთრებულ და მათი თვალები ამბობენ განსაკუთრებულ მადლობას და სწორედ ამ პერიოდში მე მithქვამს ძალიან ბევრჯერ, რომ ამათ ნამდვილად ღირდა ექიმობა. ანუ მადლიერ პაციენტზე კარგი ალბათ არაფერი არ არის, იმიტომ რომ ეს არის დიდხნიანი ბრძოლა ყველაფერთან. ბრძოლა სიცოცხლისთვის და ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მადონა, ძალიან საინტერესო არის შემდეგი კითხვა, ცხოვრება ფქოდთან ერთად. ალბათ ძალიან რთული არის, მაგრამ შესაძლებელი. იმიტომ რომ როდესაც გვინდა სიცოცხლე, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რა თქმა უნდა ექიმის დამსახურება ეს ყველაფერი და ანუ ექიმთან მეგობრობას გულისხმობ, იმიტომ რომ როგორც მარტო ექიმი ვერაფერს ვერ იზამს, ისე პაციენტს არაფერი არ გამოუვა და ვერაფერს ვერ იზამთ. მარტო გამკლავება არის ძალიან რთული, როდესაც აქვს ადამიანს რაიმე დაავადება, ხო? თქვენ რას ეუბნებით პაციენტს და უშუალოდ თქვენი და პაციენტის ურთიერთობა, ანუ ფქოდთან ერთად ცხოვრება, რამდენად რთულია, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ რომ შეუმსუბუქოთ ეს ყველაფერი. როგორ ხდება ეს ამბავი? დიახ, მოკლედ ფქოდი არის დაავადება, რომელიც მოითხოვს პირველ რიგში, აი პაციენტს უნდა ვუთხრათ და მისი წარმოდგენა დაავადების შესახებ უნდა იყოს რეალისტური. ანუ უნდა იცოდეს პაციენტმა, რომ ეს დაავადება არ არის განკურნებადი, მაგრამ შესაძლებელია ჩვენ მართოთ კარგად და გავაგრძელოთ ჩვეულებრივ რიტმში ცხოვრება. მნიშვნელოვანია ასევე რომელ ეტაპზე ხდება დიაგნოსტირება, თუ საწყის ეტაპზე მოხდება დაავადების დიაგნოსტირება, რის ფაქტორების აღმოფხვრა, შესაბამისი მკურნალობის ადეკვატური და დროული დაწყება, რა თქმა უნდა ეს პაციენტები წარმატებით აგრძელებენ ცხოვრებას, მაგრამ როდესაც უკვე
დაგვიანებით ხდება დიაგნოსტირება, დაავადების მძიმე ფორმა გვაქვს. ამ შემთხვევაში პაციენტები რჩებიან ჟანგბად დამოკიდებული და სამწუხაროდ მათ სახლის პირობებშიც კი არ შეუძლიათ გადაადგილება ჟანგბადის. მათ ჩვენ ვასწავლით აი ისე ვთქვით ვარჯიშებს. ხშირად არის საჭირო რომ ჩავრთოთ ისინი პულმონურ რეაბილიტაციაში, რადგან გავაუმჯობესოთ ფილტვის შესაძლებლობა. ჩვენ ვურჩევთ პაციენტებს რომ არ მოდუნდნენ და მსუბუქი ვარჯიშების სეირნობა მათთვის არის მნიშვნელოვანი, რაც უნარჩუნებს ენერგიას და აუმჯობესებს ფილტვის ფუნქციას. ჯანსაღი ცხოვრების წესი, ბალანსირებული კვება, წონის შენარჩუნება, ასევე ამცირებს რისკს გართულებების და გვიან საათებში არ უნდა მიირთვან პაციენტებმა, იმიტომ რომ კუჭის გადავსება იწვევს სუნთქვის უკმარისობის გაუარესებას. ასევე ვეუბნებით პაციენტებს, რომ მოერიდონ სტრესი, იმიტომ რომ ნებისმიერი სტრესი იწვევს შფოთვას და სუნთქვის უკმარისობას აუარესებს. ძალიან მნიშვნელოვანია ემოციური მხარდაჭერა, იმიტომ რომ ეს პაციენტები გაადიან ფსიქოლოგიურ ადაპტაციას. აი ქრონიკული სუნთქვის გაძნელება და ეს ქრონიკული სიმპტომები იწვევს შფოთვას და დეპრესიას. სოციალური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი ოჯახის წევრების, მეგობრების მხრიდან და ექიმთან რეგულარული ვიზიტი. ისინი მუდმივად კავშირში არიან უკვე ექიმთან. მადონა, მედიკამენტებთან დაკავშირებით რა სიტყვით? პირველ რიგში ის, რომ მინდა ხაზგასმით თქვათ, რომ თვითნებური მიღება მედიკამენტის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ამ ყველაფერთან დაკავშირებით გარდა იმისა, რომ ახსენეთ, მაგალითად, თუ რომელიმე პაციენტი თავისი თვერს უთქავს ამას თავისი დამხმარე საშუალებებით, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს ექიმიც და ალბათ ყველა ის, ვინც ეხმარება თვითონ პაციენტს. გარდა ამისა, რა მედიკამენტები შეიძლება მიიღოს ადამიანმა, რომ შეუმსუბუქდეს ის ტკივილი, ესე თქვა, დავარქვათ ამას ნამდვილად ტკივილია, რაც შეიძლება პაციენტს მაგალითად ოდნავი სიმსუბუქე შემატოს, რა თქმა უნდა, მედიკამენტებს არ დავასახელებთ, უბრალოდ შემავალი მასში რა არის ისეთი, რაც ჩვენთვის არის კარგი. აი ქოდის მთავარი პრობლემა, რაც ვითარდება, ეს არის ბრონქოსპაზმი და ანთება. კურნალობაც, რა თქმა უნდა, შესაბამისია. მთავარი ქოდის მართვაში ეს გახლავთ მედიკამენტი, ბრონქოდილატატორები, რომლებიც აფართოვებენ ბრონქებს და ეს შეიძლება იყოს ხანგრძლივი და ხანმოკლე მოქმედების, მაგალითად ხანმოკლე მოქმედების, რომლის მოქმედების ხანგრძლივობა აღემატება 4-5 საათს და დღეში 4-5 ჯერ შესუნთქვა ინიშნება და ხანგრძლივი მოქმედების, რომელიც შეიძლება 12 საათის და 24 საათის განმავლობაში გრძელდებოდეს და როდესაც 24 საათის განმავლობაში ეფექტი პაციენტს უწევს მხოლოდ ერთი ინჰალატორის გამოყენება. და საინტერესოა ასევე ის ფაქტით, რომ ეს მედიკამენტები მოთავსებულია სპეციალურ მოწყობილებაში, რომელსაც ინჰალატორი ქვია და რომელსაც აქვს სპეციფიური მოხმარების მეთოდები. და ჩვენი პაციენტების ძალიან დიდი პროცენტი, ანუ ასაკით, თავისი მენტალური მდგომარეობით, ყოველთვის არ არიან იმ კონდიციაში, რომ შეძლონ ამ ინჰალატორის მოხმარება. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოვარგოთ პაციენტს, რამდენად შეძლებს ინჰალატორის სწორად გამოყენებას. ყავს თორე ოჯახის წევრი, რომელიც ყოველდღურად გააკონტროლებს ამ ინჰალატორის სწორად მოხმარებას და ასე შემდეგ. ამ ინჰალატორში შეიძლება იყოს ერთი მედიკამენტი, შეიძლება იყოს რამდენიმე მედიკამენტი ერთდროულად მოთავსებული და მეორე ესეთი დიდი ჯგუფი, რომელიც ქოდის მართვაში გამოიყენება, ეს გახლავთ ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები, კორტიკოსტეროიდები, რომელიც ინიშნება ამ ბრონქოდილატატორებთან ერთად კომბინაციაში, მაგრამ მისი თვითნებური დანიშვნა არ შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ ექიმებიც კი იმისთვის, რომ პაციენტს შეურჩიოთ, მოვარგოთ მედიკამენტი, ვაკეთებთ კვლევებს, გამოკითხვა უნდა ჩავატაროთ იმ ახლო პერიოდში ხო არ ქონდა ფილტვის ანთება გადატანილი, ხო არ აქვს ანამნეზში ფილტვის ტუბერკულოზი, იმიტომ რომ არის მედიკამენტი, რომელიც ამ დროს არ უნდა დავნიშნოთ, სპირომეტრიულ მონაცემებს ვადარებთ, სისხლის საერთო ანალიზი უნდა გაკეთდეს, იქ მნიშვნელოვანია ეოზინოფილების რაოდენობა და ამ ყველაფრის საფუძველზე უკვე ვადგენთ მკურნალობის გეგმას. ამის გარდა სიმპტომურად პაციენტებს სჭირდებათ, როდესაც ნახველის ამოღება არის გაძნელებული, ნახველის გამათხირებელი და ამოსახველებელი მედიკამენტები. გასაგებია.
და უფრო ვრცლად, რო ვთქვათ, და დავამატებ ეს აი გამწვავება არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც გამწვავება ის არის და წინასაც ჩვენ ვანათლებთ პაციენტებს, რომ არ გაეპარონ გართულება და გამწვავება. ეს არის ერთი ეპიზოდი დაავადების მიმდინარეობის პერიოდში, რომლის დროსაც მატულობს მანამდე არსებული ქოშინი, ხველა და ნახველის რაოდენობა. გამწვავება მოითხოვს უკვე მისი საბაზისო ამ რეგულარული მედიკამენტური თერაპიის გადახედვას და ცვლილებას, მაგრამ სანამ კიდევ ერთხელ გადავხედავთ და რაიმეს დავამატებთ, აუცილებელია შევამოწმოთ, რამდენად სწორად მოიხმარს პაციენტი ინჰალატორს, ვინაიდან არასწორი მოხმარება არასწორ მკურნალობის შედეგზე გავალთ და ხშირ შემთხვევაში ამ დროს ემატება ინტრავენური კორტიკოსტეროიდები, ანტიბიოტიკოთერაპია საჭირო, სტაციონარში მოთავსება, ჟანგბადი თერაპია და ასე შემდეგ. გასაგებია. მადონა, არასწორად მოხმარება რას ნიშნავს? ანუ შეიძლება ეხლა გვიყურებდეს ისეთი პაციენტი, რომელსაც სჭირდება ეს ინფორმაცია. არასწორად ინჰალატორის მოხმარება რა იგულისხმეთ მაგალითად ამაში? აი, ჩვენს ბაზარზე არის ძალიან ბევრი საინჰალაციო ინჰალატორები, რომელსაც ყველას თავისებური სპეციფიური მოხმარება აქვს. ზოგ ჭირდება ძალიან დიდი ძალა, რომ ამოსუნთქოს პაციენტმა და მიიღოს ეს დოზირება. ზოგიერთ ინჰალატორს ჭირდება აიღოს კაფსულა, მოათავსოს ინჰალატორში, სწორად შეისუნთქოს, ისე რომ არ დარჩეს კაფსულაში წამალი. ამიტომ ეს შეცდომები რო არ გაიპაროს, ყველაზე კარგია ჩვენ ვეუბნებით პაციენტს, როცა ვუნიშნავთ მკურნალობას, ვეუბნებით, წამლებით დაგვიბრუნდით, მოიტანეთ ინჰალატორები და ჩვენ თანდაწყებით ვაკეთებინებთ. ზუსტად რო იცოდეთ, რომ სწორად აკეთებს თუ არა, ხო? შეცდომები. ინჰალატორის მოხმარების ტექნიკას მე პირადად, როდესაც პაციენტები მოდიან ჩვენთან, ანუ ყველა ვიზიტზე ვაკვირდები და ვეუბნები, აბა მაჩვენე როგორ მოიხმართ მედიკამენტს და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა. მკურნალობასთან დაკავშირებით ისევ მინდა რომ კონკრეტულად ვთქვათ, მაგალითად, მესმის რომ ეს არის ფილტვის ქრონიკული დაავადება. მაგრამ მოდით დავყოთ, მადონა, ეს მკურნალობა, რომელიც არის შორს წასული და ცხოვრების ბოლომდე ადამიანი უნდა იყოს ამ დაავადებასთან ერთად და დავარქვათ, მოდით ცოტა ესე ვთქვათ, ლაითი დაავადება, რომელსაც სჭირდება მხოლოდ, ანუ რამდენ ხარჯში ერთხელ შეიძლება უნდა მოვიდეს თქვენთან პაციენტი და გაესინჯოს და უფრო, ანუ მარტივად აღსაქმელი დაავადება თუ არის ეს, რა თქმა უნდა, თუ სწორად გისმევთ შეკითხვას, ანუ შორს წასული და უფრო მარტივად, ესე ვთქვათ, თქვენთვის, რა თქმა უნდა, მკურნალობისთვის, როგორ შეიძლება, რომ ვმართოთ ეს დაავადება, ისე რომ, ანუ იყოს როგორც პაციენტი, ისე თქვენთ მშვიდად, რომ ეს არის მართვადი პაციენტი. აი, როდესაც მაგალითად ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირებას ვაკეთებთ ამ დაავადების, შესაძლებელია მაგალითად ერთი ხანმოკლე ბრონქოდილატატორით გავუშვათ პაციენტი ბინაზე და პერიოდულად ვიბარებთ, აი 3 თვეში ერთხელ, 6 თვეში ერთხელ, ვამოწმებთ სპირომეტრიული მონაცემებს, რომ არ გაგვეპაროს გაუარესება. ასევე უნდა ვიცოდეთ, რამდენად აღმოუփხრით რისკ ფაქტორებს, მაგალითად თუ არის პაციენტი მწეველი, რამდენად აქვს დამყოლობა იქეთკენ, რომ დაანებებს თავს თამბაქოს მოხმარებას, მაგრამ როდესაც უკვე მძიმე ფორმაა დაავადების, მას სჭირდება რამოდენიმე მედიკამენტით მკურნალობა. აი 2 ხანგრძლივი ბრონქოდილატატორით და პლუს საინგალაციო კორტიკოსტეროიდით ერთდროული მკურნალობა. მძიმე პაციენტებს უფრო მეტად ჭირდებათ ექიმთან მჭიდრო კონტაქტი, შეიძლება ყოველ თვეში მოუწიოთ მათ ექიმთან ვიზიტი, რომ მოხდეს სპირომეტრიული მონაცემების შედარება, გადაფასება, ინჰალატორის მოხმარების ტექნიკის შემოწმება და ასე შემდეგ. ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგალითად, ადამიანი აი დღის დაიწყო დღე. რა მაპროვოცირებელი ფაქტორები შეიძლება იყოს სახლში ისეთი დაიწყებული იქიდან, რომ შეიძლება ფანჯარას უღია უნდა იყოს, ან შეღებულ მდგომარეობაში რომ არ უნდა იყოს მტვერი და ასე შემდეგ. თქვენ რას ურჩევთ თქვენს პაციენტებს დღის განმავლობაში როგორ უნდა მოიქცეს? შეიძლება ანუ სახლში ელემენტარულად ჭურჭლის რეცხვის დროსაც შეიძლება ეს გამაღიზიანებელი ფაქტორი იყოს, ანუ შესუნთქვა მაგ დროსაც ძლიერია, რომ მაგალითად ამ ყველაფერმა სპაზმი გამოიწვიოს.
აი მათი ცხოვრების წესი უკვე აი იცვლება და ისინი აკვირდებიან და უნდა მიაქციონ თითოეულ წუთს დროს, ანუ უნდა მოაწესრიგონ ძილის რეჟიმი, ერთდროულად უნდა დაიძინონ ერთი და იგივე პერიოდში. ასე რატო არის ესეთი მნიშვნელოვანი ძილი? აი ძილის დარღვევა იწვევს უკვე დეპრესიას, შფოთვას და კიდევ უფრო ამძიმებს პაციენტის დაფქოდის მიმდინარეობას. მნიშვნელოვანია ოთახის განიავება, მაგრამ სიცივეს უნდა მოვერიდოთ. ასევე სასურველია მიიღონ სითხე ოთახის ტემპერატურაზე ნამყოფი სითხე. მნიშვნელოვანია ანუ ბალანსირებული კვება დღეში მაგალითად 4-5 ჯერადად და მცირე ულუფებით რო არ მოხდეს კუჭის გადავსება, ვიტამინებით მდიდარი საკვები, ასევე მნიშვნელოვანია როგორც ვთქვით სეირნობა და ეს ენერგიის შენარჩუნება. როდესაც უკვე მძიმე უკმარისობა აქვს და პაციენტი არის ჟანგბადამოკიდებული, ანუ უკვე ჩვენ ვასწავლით მას ენერგიის დაზოგვის ტექნიკას, აი რაში უნდა დაზოგოს ენერგია, რაში უნდა გამოიყენოს და ასე შემდეგ. და ყველაზე მნიშვნელოვანი კოდის დღესთან დაკავშირებით მინდა გითხრათ რიცხვი, ან რომელი კვირა არის, ეს არის კოდის საერთაშორისო დღე არის, ხო? ანუ ამ დღესთან დაკავშირებით თუ იცით რამე თუ იგეგმება ან თქვენ რას აპირებთ და რას მოუწოდებთ ამ დღესთან დაკავშირებით თქვენს როგორც თქვენს პაციენტებს, ასევე ჩვენს მაყურებელს. თვითონ დაავადების და პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე, ანუ მთელი მსოფლიო და განსაკუთრებით ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გლობალური ინიციატივა, ესეთი ასოციაცია, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აამაღლოს ცნობიერება საზოგადოებაში, განათლების მეტი დონე იყოს, რომ ეს დაავადება როგორმე შევამციროთ, ანუ საერთო ჯამში. ამიტომ ამისთვის ეთმობა ნოემბრის მე-3 ოთხშაბათი და ეს გახლავთ წელს არის 19 ნოემბერი. 19 ნოემბერი, რომელიც აი კოდი არის ძალიან ვერაგი დაავადება. აი ამ დაავადებასთან ცხოვრება არის ურთულესი, დიახ. მათი ცხოვრების ხარისხი არის ძალიან გაუარესებული და აი ესეთია, პაციენტს აღარ შეუძლია შეიძლება თმა ვერ დაივარცხნოს თავისით. ამიტომ და სახელმწიფოც ამაში ძალიან ბევრ ფულს დებს რეალურად. როდესაც გამწვავება ხდება და ეს პაციენტი ხდება სტაციონარში, ასევე არსებობს პროგრამული მედიკამენტები, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს და ისინი პენსიონერები მაგალითად ღებულობენ ყოველთვიურად, რომ მართვად იყოს ეს დაავადება, მაგრამ ყველაზე უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს პრევენციას, რო არ მივიდეთ აქამდე. აი პრევენციულ ღონისძიებაში რაც შედის, პირველი ეს გახლავთ თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა. აი თამბაქოს მოხმარების შეწყვეტას აქვს მნიშვნელობა დაავადების ნებისმიერ სტადიაზე. და აი შედეგიც აქვს პაციენტებს, აი მძიმე ფქოდის დროსაც კი აქვს შედეგი პაციენტს და როდესაც ჩვენ ვაღწევთ იმას, რომ მას თავს ვანებებინებთ, აი ამბობს ექიმო მადლობა აქამდე როგორ არ გიჯერებდით. ასევე პრევენციული ღონისძიებებში მნიშვნელოვანია გრიპის ვაქცინის გაკეთება ყოველწლიურად შემოდგომაზე. ვინაიდან გრიპი არის ესეთი გავრცელებული ვირუსული ინფექცია, რომელიც ჩვენ სირული ტრიალებს, რომელსაც ჯანმრთელი ადამიანი გადაიტანს მარტივად მინიმალური სიმპტომებით, მაგრამ ფქოდიანი პაციენტისთვის შეიძლება ის გადაიზარდოს სუნთქვის უკმარისობაში, ფილტვის ანთებაში და დაჭირდეს სტაციონარიზაცია. ამიტომ ჩვენს რეკომენდაციაში ყველა ფქოდიან პაციენტს უწერია, რომ უნდა გაეკეთოს შემოდგომაზე გრიპის ვაქცინა, რომ ქონდეს იმუნიტეტი გრიპის ვირუსის მიმართ უფრო მარტივად გადაიტანოს და არ გართულდეს. ასევე მეორე ვაქცინა, რომელიც არის, ეს არის პნეუმოკოკური ვაქცინა, უნდა გაიკეთონ რისკ ჯგუფში შემავალმა პაციენტებმა. პნეუმოკოკი გახლავთ ფილტვის ანთების გამომწვევი ყველაზე ხშირი აგენტი და თუ იქნება ასეთი პაციენტი აცრილი, ანუ შესაბამისად ფილტვის ანთებასაც უფრო მარტივად გადაიტანს. ანუ ერთი სიტყვით ვიცით, რომ ვაქცინაზე ესე ვთქვათ, კარგი ჯერ არაფერი არ გამოგონილა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დაავადებისგან იხსნა ადამიანები და დღემდეც ესე არის, ანუ გვიცავს ვაქცინა ჩვენს ორგანიზმს და ანუ ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ ის ადამიანები, ვინც ვიცრებით, იმიტომ რომ ეს არის პირველ რიგში ჩვენი ჯანმრთელობა.
ის გადამჩენია მადონა გითხრათ რომ ძალიან დიდი მადლობა საინტერესო მესიჯებისთვის. აუცილებელი იყო ეს გადაცემა დაგვეთქმო ბქოდისთვის, როგორც აღნიშნეთ 19 ნოემბერს არის ბქოდის საერთაშორისო დღე, ხო არ ვცდები, ხო? და თავარი არის რომ მივაწვდინეთ მაყურებელს, ისევ თქვენს პაციენტებს, ალბათ რაიმე სიახლე კიდევ ერთხელ, რომ ერთი სიტყვით გადავიმეორეთ ჩვენ ის დაავადება, რაც ესეთი ვერაგია და მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერმა პაციენტმა იცოდეს ამის მართვა, რა თქმა უნდა, ექიმთან ერთად დამატებდი. ეხლა ჩვენთან თუ არის ეხა მაყურებელი, რომელიც არის 15-20 წლის ასაკში და ეხლა ცდილობს ანუ ისეთ სამეგობრო წრესში რომ დაიწყოს მოწევა. ანუ მოწევა რატო? იმიტომ რომ 80% და მეტი არის მოწევასთან დაკავშირებული ეს დაავადება. აი ამ პერიოდში მას არ აქვს გააზრებული თუ რა შეიძლება მოყვეს და რა შედეგი გქონდეს 25 წლის შემდეგ. თან ახალგაზრდა არის თვითონ ორგანიზმი და ძალიან მარტივად იტანს ყველაფერს, ხო? პირველი 1-2 წლის განმავლობაში მას შეიძლება ხველაც არ ქონდეს, არც სუნთქვის გაძნელება. და აი ვეწევი და არაფერი, მაგრამ აი უნდა წარმოიდგინოს თავი 25 წლის შემდეგ, როდესაც აი ბულვარში სეირნობის დროს შეიძლება მოუწიოს მეგობრებთან ერთად მას რამოდენიმეჯერ გაჩერება, იმისთვის რომ დაისვენოს და გააგრძელოს გზა, ან საუბრის დროს მოუწიოს შეჩერება იმისთვის რომ ღრმად ჩაისუნთქოს და შემდეგ გააგრძელოს საუბარი და ასე შემდეგ. აი აქედანვე არის მისაღები ზომები მავნე ჩვევების მოშორების და ჯანსაღი ცხოვრების წესი. ცოტა ძალიან რთული წარმოსადეგია, მაგრამ თუ ჩაუღრმავდებით ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა შესაძლებელია და მაგ დროს მგონია კარგი მრჩეველი ყოველთვის ხო, კარგი მრჩეველი შემდეგისთვის გამოგვადგება, რა თქმა უნდა, რომ დაუფიქრდეთ იმაზე, რაც თქვენ ახლა თქვით. მადონა, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, იმ თავარი მესიჯებისთვის, რაც ჩვენ აუცილებლად გვჭირდებოდა. არა მარტო ვისაც ბქოდი აქვს ნებისმიერ ადამიანს, იმიტომ რომ თავარი ღერძი არის აქ მწველობა, ესე რომ გაუფრთხილდეთ ჩვენს ჯანმრთელობას. დიდი მადლობა მადონა საინტერესო საუბრისთვის. შეგახსენებთ იმპულსის შეკითხვებს თერაპევტი მადონა შაინიძე პასუხობდა, ამით კი ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა. მე ჯანმრთელობას გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.